ლოსაბერიძე ეკატერინე იყო ესეთი ადამიანი, რომელიც მიდიოდა აყალბებდა და არ შეუშვეს და გარეთ გამოვარდა და გაიქცა და გაგვექცა. არავის არაფერი არ შეიღოს შეგეშალოთ. ნუ რაფერს ნუ გააყალბეთ. ფესოში ნუ რავის ნუ ჩაყოლოთ. ჭკუას მოუხმეთ და ცოტა ჭკუით იყავით. არავის არაფერი არ შეშება და ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. არ პასუხობ თქვენ შეკითხვებზე. რატო არ პასუხობ? დიანცალ მე მაქვს ინფორმაცია თქვენთან მოდიან კოორდინატორები, მე ნახეთ ახლა კადრები, მოდიან თქვენთან კოორდინატორები, რაც მითითებებს საძე და მაინტერესებს. ანუ რა უფლება მოსილება გქონდა და რა მითითებებს. ხედავ, მაინტერესებს ვინ მოდის და ვინ მიდის. და რატომ გაინტერესებს? მაინტერესებს მოქალაქეობრივად მაინტერესებს. კარგი, რა თქვენი სახელი დაგვარი. რატო გაინტერესებს? ანუ რა მაინტერესებს რა თანამდებობაზე ხართ არ ხართ მიზანდები? არა თანამდებობაზე რა, მამუკა ბეშკენაზე ვარ. ცხოვრობ აქ აქუჩაზე ვცხოვრობ და მაინტერესებს. და დილიდანვე აკვირდებით ამორჩევით. მაშინ თქვენ მანქანას რატო მოდიან კოორდინატორები ნაცმოძრაობის და რაღაცას რატო გითანხმდებიან? ყველას იცნობთ ნაცმოძრაობის კოორდინატორებს? როგორ? ნაცმოძრაობის კოორდინატორებს ყველას იცნობთ აქ ვინც არის? კოორდინატორები შეიძლება არ მოდიან, ადამიანები მოდიან და მაინტერესებს. კადრები ნახე, მე კადრებიდან გამომდინარე. კოორდინატორები რაშუაშია მოდიან ადამიანები და მე მაგ ჩემი ინფორმაცია მაინტერესებს რა გაყავდეს. ხმები აკვირდები აქედან. რომ არ მოხდეს რაიმე ექსესები. კი ბატონო, მაშინ რატო დამკვირვებელი ხართ ხო ასე? არა, გარედან ვაკვირდები, მოქალაქეობრივ უფლებებს ვიყენებ. ჩვენ ვაკვირდები გარედან და მაინტერესებს. ისე დამკვირვებელი რატომ არ ხართ, როგორც ყველა არის? მე უფლება მაქვს, ჩემი კონსტიტუციური უფლება მაქვს დავაკვირდე ნებისმიერ სიტუაციას და შევხედო. არა ვარ, მე რისთანში მოქალაქე ვარ ჩაოლებრივი. კი, ხმის მისაცემად ხართ მოსული. მივეცი უკვე. რატო გაინტერესებს? რა მნიშვნელობა გვისთი არ შეიძლება. ერთი მიკროფონს ხელს ნუ კიდე. ხო, გასაგებია, მიკროფონს რატო კიდე? იმიტომ ესე ჭირდება საქმეს გაიტანე რაღაცა. რა საქმეს ჭირდება ეს? ჩემს საქმეს ჭირდება არ Irina. Თქვენ სახელი და გვარი თუ შეიძლება წარმოგვიდგინეთ თქვენ. არ შეიძლება. ის არ შეიძლება. ინფორმაცია არ აიცინეთ ხოლმე. აყალბენ. თქვენ ვინ ატარებს? თქვენ გამიყარეთ ამოვალე. ასაგოვანი კაცი არის თქვენი. Deda mouvda guşi ganeta. Deda mouvda guşi. ოთხმოცის კაცია გულმა რო დააწყოს ასაკეს. მე ორი დღე დედა და დამარ გუშინ დამარ. ბატონო გიორგი, გამარჯობათ. რა ფუნქცია გაქვს დღეს აქ საარჩევნოებთან? კარგი ამინდია და ვსეირნობ. ვსეირნობ საარჩევნოებთან? ბატონო გიორგი, ერთი წუთი. დიახ, ვსეირნობ. კარგი ამინდია. აკვირდებით, რას აკვირდებით, ბატონო გიორგი? ბატონო გიორგი. მე გახლავართ არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია ქალი და არჩევანი. დამკვირვებელი, რასაკვირველი აბსოლუტურად დროულად მოვედი. მაგრამ შევნიშნე, როგორც კი მოვედით, თქვენ ახლა კარგად მოგიხსენებათ, ერთადერთი ოპოზიციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება, ჩვენ მაინც ასე ვთქვათ სატელიტი ორგანიზაციები ვართ. და თავიდანვე შეიქმნა საშინელი ზეწოლა. ზეწოლა რაში გამოიხატებოდა? ისეთ რაში გამოიხატება, ჯერ ერთი დავიწყოთ იქედან, რომ თავმჯდომარე
საუბნო კომისიის ეს არის აბსოლუტურად ტენდენციური მიკერძოებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს ქალი არის მხარე. რომელიც აბსოლუტურად მოწოდებული იყვნენ იქეთკენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც გამოიჩენდნენ აქტიურობას, როგორმე ჩამოეცილებიათ საარჩევნო პროცესისაგან.